დღეს მოგეხსენებათ პარასკევია და ჩემი საყვარლესი რუბრიკა არტისტის დროა და ნანა ფაჩვაშვილს ამჯერად ყავს არა არტისტი, არამედ ქორეოგრაფი და თანაც არა თბილისიდან. ის ყოველთვის ხშირად უფრო სწორად რეგიონებიდან, საქართველოს რეგიონებიდან მოგვაწვდის ხოლმე და მოყავს სტუმრები, ასე რომ დღეს გავეცნობით ძალიან კარგ სტუმარს ნანა ფაჩვაშვილის, ეს არის ქორეოგრაფი თამაზ დაუშვილი, რომელთან შეხვედრასაც ეხლა ვუთმობ ეთერს ნანა ფაჩვაშვილთან ერთად. მე დღეს აუცილებლად უნდა წარმოვადგინო ჩემი სტუმარი ოღონდ უნდა ჩამოვთვალო აუცილებლად მისი რეგალიები თამაზ დაუშვილი დიახ მოცეკვავე ქორეოგრაფი ბრწყინვალების ორდენის მფლობელი ამბროლაურის გიგა სხირტლაძის კულტურის ცენტრის დირექტორი რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თეატრალური საზოგადოების წარმომადგენელთა რწმუნებული ესე იგი ამას ზეპირად ვერ ვიტყოდი ნამდვილად ბატონო თამაზ გამარჯობათ. გამარჯობათ, მოგესალმებით. ძალიან მინდოდა თქვენთან გასაუბრება და თქვენთან აი ამ კარგზე საუბარი, რაც თქვენთან ხდება იქ ზევით, იცით რატო ჩემთვის ძალიან ფასეულია იმ ადამიანებთან შეხება და განვრცობა მათი საქმიანობისა, იმიტომ რომ ძალიან ვაფასებ სწორედ ამ ადამიანებს. დიდი მადლობა ხალბატონო მოწვევისათვის. თქვენი რუბრიკა ნამდვილად ემსახურება კულტურას და მადლობელი ვარ, რომ ეს ფართოდ აშუქებთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური დასის შემოქმედებას. როგორ გითხათ? პირველმა ამბროლაურის სახალხო თეატრმა პირველმა მიიღო ეს სახალხო თეატრის წოდება. მართლა. როცა ეს წოდება იყო, კი, ძალიან დიდი ხანია. და მუდამ იყო ამბროლაური და რაჭველები მუდამ ვიყავით თეატრის მცველად. თბილის წართვით ეს პირველობა, ესე იგი, ხა? კი, ეს ნამდვილად ასია, პირველმა მიიღო სახალხო თეატრის წოდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა. თქმა უნდა. ეხლა მე 9 წელიწადია ამბროლაურის აი აქ სადაც მუშაობ გადავედი თბილისიდან და დამევალა ეს მძიმე საქმე, ურთულესი საქმე დამევალა, მაგრამ სტატარებლად კარგია. რა თქმა უნდა. კარგია სტატარებლად ეს თვირთი რომ ატარო, ადამიანმა დიდი პრესტიჟია, თეატრი არის როგორც ადამიანი, ახლა მოდი ასე შევთანხმდეთ რა, რომ მოფერება უნდა ადამიანს, არაფერი ეწყინოს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ რა. კარგია ასე რომ ჟილო. ხო, უცბად კონტაქტები დავამყარე. რომ პატარა წვეტა იყო ამბროლაურის რაიონში, აი თეატრალური კუთხით რა. და პატარა დავამყარე ურთიერთობები მეგობრებთან, სახალხო თეატრებთან, სახელმწიფო თეატრებთან და მემორანდუმები გავაფორმეთ, რა ვიცი, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრთან, ჭიათურის, მესხეთის არამე გამომჩეს. და ჩვენი კულტურის სამინისტრო, რა თქმა უნდა. კულტურის სამინისტრო და შემოქმედებითი საქართველო ძალიან დაგვეხმარა. ეხლა ჩვენ რეპერტუარში გვაქვს სხვათა შორის 18 სპექტაკლი. რას ლაპარაკობ? კი, ჩვენ გვაქვს ესე იგი როგორც თოჯინური. ასევე მოსწავლეთა თეატრი, თეატრალური დასი ყავს მოსწავლე. დასი მაინტერესებს რამდენი მსახიობია? კი ბატონო, ეხლა ამ მომენტისათვის 12 მსახიობი იღებს მონაწილეობას. დიახ, აი. კი ბატონო, აი სპექტაკლი დიახ აქ არის ეს მინდა ყურადღება გავამახვილოთ თქვენის ნებართვით. გოდერძი ჩოხელის პიესა ჩვენ ქალბატონმა ნინომ მოგცა ჩვენ უფლება რომ ეს სპექტაკლი დაგვედგა. არავის არ აქვს ისენირება გაკეთებული და ჩვენ პირველმა გავაკეთეთ მოგცა ქალბატონ ნინო ამისათვის ქალბატონ ნინოს მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. ბატონო. ეს დიდი პატივია ჩვენთვის რომ ამბროლაურის თეატრალურმა დასმა დადგა სპექტაკლი. ძირითადად ქართული პიესები თუ კლასიკასაც ეხება? დრამატურგია, მაგრამ კლასიკა ყველა თითქმის შექსპირსაც ეხები? არა, შექსპირს არა, ქართული კლასიკა თუ შეიძლება ითქვას ასე და ქართული დრამატურგია ჩვენ ვახორციელებთ. პირველი სპექტაკლი ჩვენ დავდგით რაჭველი
დრამატურგი იყო ესეთი აკაკი გეწაძე და მაგის პიესა სისხლის რემლები. გია ჯაფარიძე ათამაშე მთავარ როლში. და მაგ სპექტაკლმა წინ წამოგვწია ცოტა ვინაიდან ჯაფარიძემა დიდი წვლილი შეიტანეს თეატრალურ ცხოვრებაში. გია ჩემი პარტნიორიც იყო, ესე რომ ვიცი, კი ბატონო. გიგა ჯაფარიძე იყო ესეთი ადამიანი, ცნობილი საქვეყნოს, რომ მაგათ ბევრი რამ გააკეთა რაჭაში წინათ ამბროლაურში და ონში. ხო და ეხლა გრძელდება თეატრალური ცხოვრება ძალიან ისე. და მე მაინტერესებს დასწრება როგორია. ხოლმე აი მაგას გეტყვით ზუსტად დასწრება არის ძალიან კარგი და მისი უდიდებულესობა მაყურებელი ყავს არაჩვეულებრივი რაჭაში ისეთი როგორც დაჭერები დინჯები ვართ ხო აი ესეთი ლამაზი მაყურებელი ყავს მაგრამ ესე ვიტყვი ვენასვალი ყველას მაგათ გულისხმობს ყველაფერი შეიძლება გააკეთოს დარბაზი რამხელა დარბაზი გვაქვს 250 ადამიანზე გათვლილი დარბაზია ეხლა დემონტაჟი გეთება და ახალი აი გავიგედია მისასალმებელია კი ამისათვის მადლობა ჩემ ხელმძღვანელობას რა თქმა უნდა ეხლა უმადური არ უნდა იყო ადამიანი ყველანაირად გვერდში მიდგანა და იმიტომაც არის ეს თეატრი ესე მაღალ საფეხურზე საბავშვო რა გაქვთ საბავშვო სპექტაკლები გვაქვს კი მოწვეული ვიწვევთ ხოლმე რეჟისორებს ხო ანა ფრანგისძღიური და ამნაირი სპექტაკლები კი განხორციელებული გვაქვს თქვენი წყალობით ხო თქვენ არჩევთ ამ რეპერტუარს შეიძლება ითქვას რომ ასეა კი ჩვენ გვყავს რეჟისორი გელა ისიანი დიდი ბევრი წლებია ძალიან მუშაობს და ხანდახან ვიწვევთ ხოლმე რეჟისორებს ეხლა მამუკა ცერცვაძეა ძირითადად ეხლა კიდევ რეჟისორად ჩვენთან არის მუშაობს და ძალიან დაგვეხმარა მაგის პროფესიონალიზმი. მსახიობები პარალელურად გარდა ამისა კიდევ აქვთ ალბათ მეორე საქმიანობა ხო? თქვენს გაიგეთ არა თელმა ქალაქმა გაიგო უკვე თელმა საქართველოს რომ რა ჩემთან ესე იგი მე მოწვეული ვყავდა მყავს ახლა საგრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიახ მერის კულტურის სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და დეპუტატები რა ეს საგრებულოს დეპუტატები მოკლედ ყველას უნდა მსახიობობა კი ბატონო კი ეს თეატრი კი და ეს ნუ ახლა მეც მაყოფილი ვარ საზოგადოებას მაყოფილია ეს ვიც ჩამოგითვალეთ დიახ ეს სახეები არიან ჩვენი რეგიონის რა გასაგებია სიმღერაც ეკვა მაგრამ აი დრამატულ თეატრში სურვილი აქვს ეს არ არის იოლი აბავი კი ძალიან რთულია თეატრი და მსახიობობა და არტისტობა ძალიან რთულია მოგეხსენება თქვენ არა რანაირ როლებს აძლევთ მათ რომ მიესადაგოს როგორ ყველანაირ როლში ახლა თეატრში შეხვალ თუ ხარ მსახიობი ყველანაირ როლში გარდასახვასაც კი გარდასახვა შეუძლიათ რას ლაპარაკობ კი ბატონო მე თქვენ დაგფათიშებთ აუცილებლად კი ბატონო გასტროლები აი მაინტერესებს ეს სახალხო თეატრს აქ ხოლმე აი მის საშუალება რომ ჩამოვიდეს აქ და რაღაც აი თუნდაც დღევანდელი ჩვენი საუბრის შემდეგ მაყურებელი ხო გაიგებს რომ აი თქვენთან კეთდება ასეთი სასიკეთო ამბავი კი ბატონო ჩვენი სპექტაკლები წელი საქართველოს მოვლილი გვაქვს ყველა სახელმწიფო თეატრები მარჯანიშვილის თეატრში ორჯერ ვიყავით ჩვენ პრემიერას ჰქონდა მან მადლობა მარგველაშვილის ამისათვის და ძალიან შემოქმედებით ჯგუფს მარჯანიშვილისა რუსთაველის თეატრში ჰქონდა ორჯერ კიდევ მაგას ოზურგეთში ვიღახდით ჭიათურაში მესხეთში ვიყავით ხო და ხულოში ვიყავით ხელ წარმოიდგინეთ რა სპექტაკლებით აი რაც არის ქართული დრამატურგიის სპექტაკლები ძირითადად ახლა ეს ახალი სპექტაკლი კიდობანი როგორც გითხარით ეს გოდერი ჩოხელის ამით მივდივართ ხულოში ფესტივალზე დიახ საერთაშორისო ფესტივალია ხულოს და ხულოს სტარდება და ბატონმა თამაზმა რეგიონალურ ფესტივალზედაც არა არ გიწევენ კი ვიყავით ჩვენ ვიყავით ახლა ხას დავბრუნდით სიღნაღის ფესტივალზე ვიყავით მაგას კონკურსი ჩაატარა კულტურის სამინისტრომ და მაგ კონკურსში მოხვდით ჩვენ. მოკლედ მოცეკვავე ადამიანი რო ჩაერთო ამ შედეგიან საქმეში მიხარია თქვენი წყალობით რა. ქალბატონო რა არის ის? აი თელი ცხოვრება კულტურას ვებსახურები და მე არ მომცემდა მაგის უფლებას, შვილები არ მომცემენ მაგის უფლებას, თელი ოჯახი მოცეკვავები ვართ. დიახ. რომ მე ახლა წავედი ამბროლაურში მუშაობ და არაფერი გავაკეთო ისეთი რაც ხალხს ეკუთვნი ეს ხალხის არის ხო? ხო, რა თქმა ზამთარი როგორია?
სამთარია ძალიან კარგი, ძალიან თბილი. დიდი თოვლი. დიდი თოვლი და მაყურებლის მოსვლა როგორ? მაყურებლის მოსვლა? ეხლა ჩვენ მაყურებელი რა ხდება? უყურეთ, ბატონმა კახა კალაძე მე მაჩუხა ავტობუსი. დიახ. დიახ, აი ავტობუსი მაჩუხა, ესე იმ ავტობუსით მე. ხო. კი, სოფლებიდან ჩამომყავს ხოლმე საყურებლად ხალხი. რომ ახლა ზამთარია თუ ის საფხულია, მაინც უჭირთ ახლა ყველას არ აღავს ტრანსპორტი, ხო? და დაესწრებიან უფასოდ მოწვევებს უკეთებ და მე უკვე დავაბრძოლეთ არაჩვეულებრივი. აი ეს ამითი ვახორციელებთ, სადაც მოთხოვნა ნებისმიერ სოფელში იმ სოფლის მოსახლეობა მოყვავს და ვაყურებინებთ. ძალიან ხო და ეს არის ეს თვითონ მე მახარებს რომ ეს კეთდება და შეგვიძლია მის გაკეთება პრობლემები არაფერი. თქვენი მსახიობები აი როგორები არიან, მოწოდებით არიან და ძალიან მაგრები არიან. ძალიან აი ოჯახის შვილები არიან. აი მე შემიძლია ვთქვა არა. აი რომ სხვა იმის იქით სხვა ძალიან უნდა რომ თავის კუთხეს ხონდა ხავის კუთხეში იყოს პოპულარული ეს თეატრი, არა მარტო თეატრი. სიმღერაც ეგვა ახლა, ნუ არ გვეშლება რა ჭირებს ნამდვილად. ხო, მაგრამ აი ცით რა, ანგარების გარეშე რომ მოდის და გასცემს თავის ასე დიდ სიყვარულს. აი ამიტომ ვაფასებ მე სახალხო თეატრებს, იმიტომ რომ მათ ისეთი შესაძლებლობები ხომ არ აქვთ, როგორც თქვა ჩვენ და როგორ თავს წირავენ, ხო მართალია? კი, მართალია, ნამდვილად ასია, მაგრამ იმედი არის მაგისი, რომ ესე იგი დიდი ანაზღაურებები ექნება ჩემ თეატრალური დასის წევრებს, ეს ჩემი ხელმძღვანელობა მესაც ყველაფერს აკეთებს მართლა, ახლა არ გამიგოთ ისე რომ მადლობა მინდა, მე გულითადი მადლობა ადამიან, ჩემთვის კი არ გაუკეთებია დაუშვათ ქალაქის მერს დავით ხეიძე იყო, ახლა ბატონი ზაზა ქევანიშვილი ახალი მერი, იქ გუბერნია აქვს, აგრებულო, ყველა ერთად დახვდება, რომ თეატრს, არა მხოლოდ თეატრს განვითარება, სჭირდება კულტურას, ამ მიმართულებითაც. რა თქმა უნდა. ხო და ყველაფერს აკეთებენ, ხო ვამბობ ახლა აი. ქართველი კაცი ყოველთვის შინაგანად თხოვულობს ამას, წყურია. ამისათვის დიდი მადლობა თქვენ. კიდევ რა არის იცით აი კულტურის სამინისტროს შემოქმედებით საქართველოს არსებობს ესეთი რომელმაც ახლა დააფინანსა ჩვენ დაგვაფინანსა გრანტი მოგცა გავიმარჯვეთ კონკურსი ხო და ეს ბატონი გოდერი ჩოხელის პიესა ეს კიდობანი დაუდგით და მაგითი გამოხორციელეთ და თქვენი ეთერი საშუალებით მინდა დიდი მადლობა გადავხადო კულტურის სამინისტროს და შემოქმედებით ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ ჩამოხვედით ჩვენთან და აი ესე გაგვათბეთ თქვენი საქმიანობით. მადლობა თქვენ ხარ ბატონო. გაიხარეთ ჩემო ძვირფასო.